ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ის მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო რესურსები კორუმპირებულ, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ რუს ბიზნესმენზე ნაწილდება და ხალხი გაფუჭებული ეკოლოგიითა და ნანგრევებში ცხოვრობს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ მაღაროები და სახელმწიფო ქონება ზოგადად და სხვა რესურსები უნდა ეკუთვნოდეს ხალხს, ადგილობრივებს, ადგილზე მაცხოვრებელ ადამიანებს. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მოდელი, სადაც ჭიათურელები და მაღაროელები არა დასაქმებული მონები არიან, არამედ სახელმწიფო ქონების თანამესაკუთრეები არიან. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მოდელი, სადაც ჭიათურაში მოპოვებული სიმდიდრე პირველ რიგში ჭიათურელებს ხმარდებათ და იმ მაღაროელებს, რომელიც აქ შრომობენ. და რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ჩავჭრეთ წარსულში. ჩვენ უნდა განავითაროთ მაღალ ტექნოლოგიური მოპოვება, ეკომეგობრული მოპოვება, რომელიც კი არ აზიანებს ხალხს, არამედ სარგებელი მოაქვს ადგილობრივებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი დღით ცხოვრება ქართველი კაცის გენში არ ზის. ჩვენ ცხოვრობთ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. და ბოლოს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, სამართალი ჭიათურას, სამართალი საქართველოს და გამარჯვება ჩვენ.